მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზ ვერძებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. ხმლების 7-იანი. ამ პერიოდში გამოავლენთ განსაკუთრებულ გამჭრიახობას და სტრატეგიულად აზროვნების უნარს. გამძაფრებული გექნებათ ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები. ადვილად შეძლებთ თავიდან აირიდოთ არასასურველი სიტუაციები და არასასურველი ადამიანებიც კი. გამორიცხული არ არის ამ პერიოდში საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ისეთი უნარები ან ნიჭი, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით და ასევე შესაძლებელია სწორედ ამ პერიოდში მიაგნოთ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის ან სასურველი მიზნების მისაღწევად ყველაზე კრეატიულ, მოკლე და გარანტირებულ შედეგებამდე მისასვლელ გზებს. თუმცა ნეგატიურ ასპექტში ეს ბარათი შესაძლებელია გულისხმობდეს, რომ ამ პერიოდში იქნებით სუსწრაფები, შეიძლება ადვილად აღვეთ ცდოვნებებს, მოგინდეთ არაკეთილსინდისიერი გზებით მიაღწიოთ სასურველ შედეგებს, იფიქროთ, რომ ეს შეუმჩნეველი დარჩება სხვებისთვის და გამორიცხული არ არის, შემდგომში თავის მართლება მოგიწიოთ ამასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლებელია დახარბდეთ ისეთ შემოთავაზებებს, რომლის უკანაც არ დგას რეალური სიმართლე და შესაძლებელია მოტყუებული აღმოჩნდეთ. ასევე დიდია შანსი გაებათ სხვადასხვა თაღლითურ სქემებში, ან თავად დახუჭოთ თვალი სერიოზულ პრობლემაზე და ამით სამომავლოდ კიდევ უფრო გაართულოთ ან დაამძიმოთ სიტუაცია და ზოგადად ეს პრობლემა. ამიტომ მნიშვნელოვანია ნოემბერი გაიაროთ მაქსიმალურად კეთილსინდისიერად, არაურიოთ ერთმანეთში კრეატიული აზროვნება და სიცრუე, ტყუილი, ნუენდობით მხოლოდ სიტყვებს და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია ფაქტებით. ეს პერიოდი თქვენგან მოითხოვს გააზრებულ, გეგმაზომიერ მოქმედებას და ფრთხილ ნაბიჯებს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების 6-იანი. ეს ბარათი ცვლილებებზე მიუთითებს, მათ შორის სტატუსის ცვლილებაზე. შესაძლებელია ამ პერიოდში პარტნიორთან ერთად გადახვიდეთ საცხოვრებლად, თქვენი ურთიერთობა გააოფიციალუროთ და იქორწინოთ, ან სულაც ბავშვის გაჩენის გადაწყვეტილება მიიღოთ. ასევე თუ რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, ეს ბარათი მიუთითებს, რომ ნოემბერში შეძლებთ ურთიერთობის დაალაგებას, შეძლებთ მიხვიდეთ გარკვეულ შეთანხმებამდე და დასტაბილურდეთ. მათთვის, ვისაც არ გაქვთ სირთულეები ურთიერთობაში, ეს ბარათი შესაძლებელია მოგზაურობაზე, ან სულაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე მიუთითებდეს და ასევე არ არის გამორიცხული, გარკვეული მატერიალური კრიზისიდან გამოსვლასაც გულისხმობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ენერგია პოზიტიურ ცვლილებებზე მიუთითებს, როცა გაანალიზების და გაცნობიერების ხარჯზე მოახერხებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და ამ გზით უკეთესობისკენ შეცვლით საკუთარ ცხოვრებას. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების პაჟი. ურთიერთობებში გრძელვადიანი მიზნების დასახვის დრო გაქვთ, გაგიჩნდებათ ახალი იდეები, ახალი მისწრაფებები, შეძლებთ ახლებურად დაინახოთ სამომავლო პერსპექტივები, მოგინდებათ ფუნდამენტურად მიუდგეთ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხებს, მათ შორის აკადემიურადაც და შესაძლოა მოგინდეთ გაიაროთ რომელიმე სასწავლო კურსი, რომელიც ორიენტირებულია მაგალითად ურთიერთობების საკითხებზე. მატერიალურ დონეზე შესაძლებელია ეს ენერგია გამოვლინდეს როგორც შვილების ან შვილიშვილების მომავლის დაგეგმვა,
ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, ხმლების ცხრიანი, ამ პერიოდში შესაძლებელია გქონდეთ გარკვეული სტრესული პერიოდი, მოუსვენრობა ან იგრძნოთ სერიოზული გადაღლა, შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს ახალგაცნობილ ადამიანთანაც და ამით გამოწვეულ ცხოვრების ახალ რეჟიმთან. თუმცა უფრო მეტად ვფიქრობ, ამ ბარათის ენერგია თქვენს ზოგად შინაგან მდგომარეობაზე მიუთითებს, სავარაუდოდ ასეთი ნეგატიური განწყობები განპირობებულია თქვენი ცუდი გამოცდილებებით, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ ამ პერიოდში თქვენ მოგეცემათ შანსი ახლებურად გაიაზროთ თქვენი პირადი ცხოვრება, გაანალიზოთ თქვენი პრობლემები და შეიქმნათ სწორი დამოკიდებულება ზოგადად პირადი ურთიერთობების მიმართ, რაც სამომავლოდ საშუალებას მოგცემთ მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე და განეწყოთ ახალი ურთიერთობებისთვის. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო, თასების დედოფალი, ამ პერიოდს საკმაოდ მშვიდად და ჰარმონიულად გაივლით, მთავარია მოქმედებისას და გადაწყვეტილებების მიღებისას ენდოთ საკუთარ ინტუიციას და მიყვეთ გულის გარნახს. თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი რესურსი მაქსიმალურად, იქნებით კეთილგანწყობილები, მოგინდებათ დახმარების ხელი გაუწოდოთ სხვებს, საქმეში შეძლებთ იყოთ კრეატიულები და საკმაოდ არაორდინალური გზებით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების 4-იანი, ნოემბერს საკმაოდ სტაბილურად გაივლით და საკმაოდ მშვიდ პირობებში მოგიწევთ საქმიანობა. მიიღებთ თქვენი შრომის შესაბამის ნაყოფს, გექნებათ სტაბილური გარემო პირობები იმისთვის, რომ თვითრეალიზდეთ, გამოავლინოთ თქვენი თავი, თქვენი ნიჭი და უნარები, თუმცა სასურველია არ მოინდომოთ გადაჭარბებულად ხარჯოთ თქვენი ენერგია მიზნების მისაღწევად. მოურთხილდით თქვენს რესურსს და ასევე იმ შემოსავალსაც, რომელსაც ამ პერიოდში მიიღებთ. სასურველია იფიქროთ დანაზოგის გაკეთებაზე, მაგალითად გახსნათ ანაბარი, ან სახლის პირობებში გააკეთოთ ყულაბა. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ნოემბერში თქვენ შეძლებთ გაიაზროთ თქვენი შესაძლებლობები და რესურსები და მოგეცემათ ენერგია იმისთვის, რომ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე. დაისახავთ თქვენი კარიერული განვითარების სამომავლო პერსპექტივებს, იგრძნობთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლისთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები და დაიწყებთ ამ მიმართულებით მოქმედებას. გეტყვით, რომ ამ პერიოდში სამყარო თქვენს მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. მთავარია თქვენ თვითონ გამოავლინოთ ინიციატივა და აქტიურად იზრუნოთ დასაქმებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მე-19 მაღალი არკანი მზე, თქვენთვის მეტად პოზიტიური პერიოდია ნოემბერი. ამ პერიოდში მიიღებთ თქვენი გაწეული შრომის დადებით შედეგებს, თავის მხრივ ასეთი შედეგები ოპტიმიზმით და ენთუზიაზმით აგავსებთ, გაგიჩნდებათ მეტი ნდობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და გახდებით უფრო თავდაჯერებულები. გაგიჩნდებათ მოტივაცია მეტად მასშტაბურად და თამამად შეხედოთ თქვენი საქმის მომავალს, მოგინდებათ რევიზია გაუკეთოთ თქვენს არსებულ გეგმას და შექმნათ ახალი სამოქმედო სტრატეგია. ამ პერიოდში მიიღებთ აღიარებას, თავს იგრძნობთ თვითრეალიზებულად და მოგინდებათ მიღწეული წარმატების გაზიარება სხვებისთვის, ასევე გამორიცხული არ არის ამ პერიოდში მიიღოთ ჯილდო, გაიმარჯვოთ სხვადასხვა ბიზნეს კონკურსებში, მიიღოთ მოსალოდნელზე მეტი მოგება, გაგიმართლოთ და გადახვიდეთ ახალ ფინანსურ დონეზე, გაგიჩნდებათ ბევრი მადლიერი ახალი კლიენტი, იქნებით პროდუქტიულები და შეძლებთ დაისახოთ ახალი მიზნები, რომელთა განსახორციელებელი ენერგია ამ პერიოდში ნამდვილად გექნებათ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, მონეტების მეფე, ნოემბერს ფინანსური პრობლემების გარეშე გაივლით, თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი უნარი კეთილგონივრულად მართოთ თქვენი მატერიალური რესურსები,
ბევრ თქვენგანს შესაძლოა მნიშვნელოვანი დანაზოგიც გქონდეთ, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას. ვისაც არ გაქვთ იზრუნეთ ამაზე, ამ პერიოდში შეძლებთ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციების წარმატებით შესრულებას, იქნება ეს კრედიტის აღება, ვალდებულებების დაფარვა თუ მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მე-14 მაღალი არკანი ზომიერება, აღიჭურვეთ მოთმინებით, შეინარჩუნეთ შინაგანი ბალანსი და ჰარმონია, არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ ზომიერების აუცილებლობა ყველაფერში, თქვენ ახლა გადიხართ ღრმა, ტრანსფორმაციულ, გაჯანსაღების მნიშვნელოვან პერიოდს სულიერ და მატერიალურ დონეზე და გაქვთ მაღალი ძალების და სამყაროს მხარდაჭერა ამ საპასუხისმგებლო გზაზე. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ვერძებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში, თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიცონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი мотиваციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.